ამოსავალი წერტილი ალბათ ის არის, რისი თქვა გვინდა საერთოდ რა ამ სეზონით, რას ვამბობთ საერთოდ, რისი თქვა გვინდა ამას როცა მოიფიქრებ. მერე ის მთავარი თემა, რომლის გარშემოც უნდა იტრიალოს რაღაცა ერთი მთავარი ხაზი, რაღაცა ღერძი აუცილებლად უნდა კონდეს. და ჯერ რაღაც ჩვენ სტანდარტულად brainstorming-ი მე და არა მხოლოდ მე და ბექა რეჟისორებიც ერთვებოდნენ ხოლმე, კრეატიული პროდიუსერებიც ყავდა და რაცა თავიდან გუნდური პროცესი იყო, უფრო მეტად მსჯელობა, ფიქრი, როცა ამ თემებს მოვიფიქრებდით, შემდეგ 4 მთავარი პერსონაჟი ყავდა და ამ 4 მთავარი პერსონაჟის ხაზებს ვალაგებდით სეზონის განმავლობაში, რაღაცა A წერტილიდან B წერტილში, სად იწყებს პერსონაჟი, როგორ ვითარდება, რა სწავლობს, რა გამოწვევები შეხვდება, რა დილემები მთელი სეზონის განმავლობაში და სად ამთავრებს. ეს კი ცოცხალი პროცესია და რაღაცები გზადაგზა შეიძლება და შეცვლილიყო, მაგრამ რაღაცა მაინც ვცდილობდით, რომ ეს ჩარჩო ბოლომდე შეგვენარჩუნებინა, რასად ვიწყებთ, სად ვამთავრებთ ეს წერტილები. შემდეგ უკვე, როცა ამ ხაზებს, პერსონაჟების ხაზებს გავწერდით, მერე ვიწყებდით უშუალოდ სერიების გაწერას, რაღაცა სცენებად დალაგებას, ამბების გადანაწილებას სერიებში და მერე უკვე ვიწყებდით, ვინაწილებდით ხოლმე სცენებს ცალ-ცალკე წერდით, შემდეგ ვაჯერებდით ერთმანეთში და მოკლედ ძალიან ბევრ ეტაპს გადიოდა.